სხვათა შორის აქვე სურს ერთი უაღრესად საგულისხმო, საყურადღებო შეფასება დავიმოწმოთ საეკლესიო ლიტერატურაში დაცული, კერძოდ ეს გახლავთ წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ დაწერილი შრომები. ერთ-ერთ მათგანში არეოპაგეტულ კრებულად წოდებულ ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ ასეთი სახის შეფასებას დიდი ათენელი მღვდელმთავრის მიერ გახმოვანებულს ცხოვრების დასაბამი და ღმერთშემწყნარებელი სხეული. ანუ დავაკონკრეტებთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის ცხოვრების დასაბამი და ღმერთშემწყნარებელი სხეული. აქვე ალბათ შეიძლება ორიოდე სიტყვით გამოეხმაუროთ ამ წინადადებაში თავმოყრილ ორ შეფასებას. პირველი მათგანი ცხოვრების დასაბამი, ასე განისაზღვრება, მეორე ღმერთშემწყნარებელი სხეული. ცხოვრების დასაბამში მოიაზრება შემდგომი გარემოება და ვითარება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მუცლად იყო, როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, ძე ღმერთი, რომელიც ბუნებითი სიცოცხლის მფლობელია, ბუნებითი სიცოცხლის დამტევია საკუთარ თავში და ამ გაგებით მას ცხოვრების დასაბამი ეწოდება, რადგან ქვეყნიერებაზე მოვლენილმა ბუნებითმა სიცოცხლემ მადლისმიერად სიცოცხლის დამტევი ადამიანი ძველი აღთქმის ეპოქაში პირველ მშობელთა მიერ აღსრულებული შეწოდების შედეგად საკუთარი თავის წარმწყმედელი გამოიხსნა, გამოისყიდა და კვლავ დააბრუნა პირვანდელ პატივში, დაკარგულ პატივში, რითაც ღმერთმა ყოფობაში შემოიყვანა ადამიანი და ამ გაგებით სწორედ ყოვლადწმინდა ღვთის დედა ცხოვრების დასაბამი ეწოდება. ანუ სიკვდილზე მძლეველი ბუნებითი სიცოცხლის ძე ღმერთის საკუთარ წიაღში დამტევი და ქვეყნიერებაზე მომავლინებელი პიროვნება ეწოდება. სხვათა შორის აქვე გვახსენდება ეკლესიის მამებთან გამოთქმული სწავლება, ეგრეთ წოდებული ანტიპარალელიზმის შესახებ. აქ იგულისხმება ორი ევას თაობაზე წმინდა წერილსა თუ პატრისტიკულ ლიტერატურაში დაცული სწავლება. პირველი ევა იგულისხმება პირველ დედა, სამოთხეში დამკვიდრებული ჩვენს პირველ მამასთან ადამთან ერთად. აღნიშნული სახელი ევა ითარგმნება როგორც სიცოცხლე, აქვე მცირედი განმარტება დავურთოთ. პირველი ევა ხდება გველის სიტყვის შემწყნარებელი და სიკვდილის მშობელი კაცობრიობისათვის მის მიერ აღსრულებული შეწოდების შედეგად, ხოლო მეორე ევა, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მუცლად იღებს ღვთის სიტყვას და ძე ღმერთის აღნიშნული სათანადო ტერმინი გახლავთ ასევე სიტყვა, ბერძნულად ლოგოსი, ქართულ თარგმანში სწორედ ასე გადმოდის, სიტყვად ითარგმნება ხსენებული ტერმინი და ის ანუ ყოვლადწმინდა დედა ღვთისა მუცლად ღვთის სიტყვის მღებელი კაცობრიობას სიცოცხლეს უშვობს და ამ გაგებითაც ის, რა თქმა უნდა, ცხოვრების დასაბამია, ცხოვრების მბოძებელია ადამის მოდგმისათვის. რაც შეეხება მეორე სინტაგმურ ტერმინს ღმერთშემწყნარებელი სხეული, აქაც უნდა გავიმეოროთ კვლავ ზემოთ რამდენიმე გზის გამოთქმული სწავლება მის მიერ, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში დავანებული ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი სრული ღმერთია, ყველა ბუნებისეული თვისების გამკუთვნელი და წარმომჩენი საკუთარ ჰიპოსტაზში, ანუ საკუთარ პიროვნებაში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ პირველ საუკუნეში შეიერთა აღნიშნულ დაუსაბამო და მარადილ ჰიპოსტაზში ადამიანური ბუნება და ამ შეერთების შედეგად თუკი ძველი აღთქმის ეპოქაში ძე ღმერთის ჰიპოსტაზი მარტივ ჰიპოსტაზად ითქმის, ანუ მარტივ პიროვნებად იწოდება, ერთ ჰიპოსტაზში წარმოჩენილი ორი ბუნების კვალობაზე საეკლესიო ლიტერატურის მიხედვით ის ამიერიდან, ანუ განკაცების შედეგად უკვე შედგენილ ჰიპოსტაზად სახელიდება. აი ამ გაგებით შევაჯამებთ ზემოთქმულს მეორე ნაწილს წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ წარმოდგენილი შეფასებისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც საკუთარ წიაღში არა ნაწილობრივი, არა სრულყოფილი, არამედ სრული ღმერთი, ბუნებითი ღმერთი შეიწყნარა განკაცებული ძის სახით და ქვეყნიერებას როგორც მხსნელი ისე მოუვლინა. ბატონი ირაკლი საუბრობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით. ვიდეოს კი რეკენ